გოდერძი ჩოხელი, მგელი, მოთხრობა. გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნა ისხევი. შუაში შავი არა გვემოდის. ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორი აქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს. ხოდა ყმუის მგელი, 3 დღეა განუწყვეტლივ ყმუის. მთასა და მთას შორის შავი არა გვემოდის. უნდა წავიდე, იძახის გამიხარდა. სად? ეკითხება ცოლი. მგელთან. გადაირიე კაცო. კი არ გადავირიე, მგელს რაღაც უჭირს და შველას ითხოვს. ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს. მგელსაც შეუჭამიხართ შენს და შენი ტანსაცმელიც, ეუბნება ცოლი. გამიხარდას თოფი არ მიაქვს. ის გუმანით ხვდება რომ მგელს რაღაც უჭირს. გადაივლის არ აქვს, აივლის საკიდობნია ის მთას და მიაგნებს მგელს. დიდი წიფლის ძირში წოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება. გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან. მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო ისე შეჰყმულებს. გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს. დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჯობილი. გამიხარდა მეკალი ამოაძრო. მერე? გამიხარდა ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი. ქალო! გამოსძახა სახლიდან გამიხარდა ცოლს. ქალი სახლში შევიდა. დამისხი, თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა. ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე. აუ! თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი. ეგ იყო და ეგ, ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას. ტექსტს კითხულობდა მსახიობი და საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დიქტორ გამხმოვანებელი გაგა ყაჭეული. აუდიოვიზუალური სტუდია ჰერა, თბილისი, 2026 წელი.